ახლა გადავიდეთ მეორე წყვილზე, ნინოსა და ექვთიმეზე. აი ეს წერილები, აი ეს პატარა დახეული კონვერტი არის ექვთიმე თაყაიშვილის კონვერტზე გახლავთ ექვთიმე თაყაიშვილის წარწერა, ნინოს წერილები. ნინო პოლტარაცკაიას 44 წერილია, რომელიც ერთადერთი რამ, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილს თან ჰქონდა ემიგრაციაში საქართველოდან წაღებული. მეგობრებო, ორი რამ გავიდა ოჯახიდან იმ დღეს 1921 წლის თებერვლის იმ დღეს, როდესაც აულაგებელი დარჩა სადილი ექვთიმეს ოჯახში მთაწმინდაზე და თოკზე ჩამოუხსნელი თეთრეული თუ სარეცხი დარჩა, მაგრამ ორად ორი რამ გავიდა მათი სახლიდან. ერთი იყო ნინო პოლტარაცკაიას წერილები, რომლებიც თან წაიღო ექვთიმე თაყაიშვილმა და ჯურისწერის სანთელი, რომელიც თან წაიღო ნინო პოლტარაცკაიამ. აი ორად ორი რამ, რომელმაც იმოგზაურა. დღეს ჩვენთან ინახება ნინოს 44 წერილი. თუ დამიჯერებთ, მეგობრებო, ექვთიმე თაყაიშვილზე ბევრი მიმუშავია და ბევრი მიწერია და რაღაცა, მაგრამ პირველად ჩავხედე ექვთიმეს ნინოს წერილებს წელს, აი ახლა, აი ამ პრეზენტაციისთვის და ეს იყო ჩემთვის რაღაც ძალიან საინტერესო გამოცდილება. აი ეს არის კონვერტები, პატარა ზომის კონვერტები. ნინო და ექვთიმე ერთმანეთს გაეცნდნენ ილია ჭავჭავაძის ხუთშაბათობაზე. აი გურამს უნდა რომ ჩვენ ეს შეხვედრები ილიას ხუთშაბათობებს დაემსგავსოს, ასეთი იყო დაახლოებით. ნუ რა თქმა უნდა, თავისი ეპოქის და თავისი და ხუთშაბათობაზე გააცნეს, ხუთშაბათობაზე ილიამ და ოლღამ გააცნეს ექვთიმე თაყაიშვილს ნინო პოლტარაცკაია. ნინო პოლტარაცკაია იყო ილიას უახლოესი მეგობრის, ვისთან ერთადაც ნაქირავებინაში ცხოვრობდა მეთქი ცნობილი ნოტარიუსის ივანე პოლტარაცკის შვილი. ერთხელ გვინახავსო ილია თვალცრემლიანი პოლტარაცკის გასვენებაში. ძალიან პატიოსანი ადამიანი იყო, სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ერთად ჰქონდათ შეძენილი ინკუბატორი ივანე პოლტარაცკის და ილია ჭავჭავაძეს და ერთად მართავდნენ საგურამოში. ეს იყო ძალიან ინოვაციური მიდგომა მაშინ. და შეხვედრისთანავე, აი სხვა ვითარებაა, როგორც ოლღა, ისე ნინო აღფრთოვანდა ექვთიმე თაყაიშვილი. თუმცა შეუხედავი კაცი იყო ექვთიმე, კოჭლიც იყო, თუ როგორ ვთქვა, ხეიბარი იყო, მე რომ ხეიბარი არ ყოფილიყავი, ფირალი ვიქნებოდიო, ერთგან მოგონებაში წერს, ხეიბარი იყო და აი აბსოლუტურად უინტერესო ქალისთვის, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე, თავით ფეხამდე იყო ჩართული თავის საქმიანობაში. მე რომ ნახავთ, როგორ აღიქვამს ამის საქმე. დღე და ღამე იმას ფიქრობდა, რომ სად მოეძიებინა სახსრები მატერიალური, ვისთვის რომ რომელიმე ექსპედიცია დაეფინანსებინა და სადღაც რამე ეკვლია და მოეძიებიანებინა. ნინო ჭავჭავაძე, ნინო პოლტარაცკაიამ მაშინვე შენიშნა ექვთიმეში რაღაცა ძალიან დიდი მომხიბლელობა და თვითონ დაიწყო მიწერა წერილების. ახლა ვნახავთ რამდენიმე წერილს წავიკითხავ, რომლებიც რუსულ ენაზეა და მე ვთარგმნე და ახლა შეიძლება ხარვეზები გქონდეს და ვნახავთ როგორ აიძულებს, აი როგორ ცამხრივია ეს ურთიერთობები თავიდან. არაფერი ვიცი თქვენ შესახებ, სად ხართ, როგორ ხართ. ვერსად გხედავთ, ერთი თხოვნა მაქვს, დამიწერეთ ვრცელი წერილი. აღწერეთ, რას ფიქრობთ, ცუდს ან არც ისე ცუდს ჩემზე, კარგს კი არ წერს, ამდენ ცუდს ჩემზე. რას ფიქრობთ ჩემს ბოლო წერილზე, რატომ ვიყავით ცუდ განწყობაზე ბოლო შეხვედრისას? მაქვს თქვენი ნახვის ძლიერი სურვილი, იქნებ თქვენს. ასეთი წერილია ექვთიმე. თუ გამონახავთ თავისუფალ დროს, მობრძანდით ჩვენთან ორშაბათ საღამოს, მინდა თქვენი ნახვა. პოლტარაცკების ოჯახში უფრო მეტი თავისუფლებაა და თავისუფლად მასპინძლობენ თავისი შვილის მეგობრებს და უფრო თავისუფლად შეუძლია მისვლა ექვთიმეს, თუმცა ექვთიმე არ მიდის, ძალიან იკავებს თავს. მტკივნეულია იმის შეგრძნება, რომ ნაწყენი ხართ ჩემზე, რა დანაშაული მიმიწყვის თქვენ წინაშე ვერ ვხსნი. აჯობეთ ავმეხსიერებას და ისევ ნაცნობებად ვრჩებით გვესტუმრეთ, როცა ამის დრო და სურვილი გექნებათ. არ მინდა გადაგიწყვიტოთ დრო, თუმცა აჯობებს შუაკვირაში და არა უქმეებზე, აი თვითონაც. დიახ. თქვენ ნამდვილად, აი როგორ ვითარდება ეს ურთიერთობა, ეს ეტაპობად მინდა გაჩვენო, თუ არ გადაგლით, რა თქმა უნდა. თქვენ ნამდვილად არ ფიქრობთ ჩემზე იმდენს, რამდენსაც ამ ბოლო დროს მე თქვენზე. წერილზე არ მიპასუხია, რადგან მე საუბარი მჭირდება და არა წერა. საერთოდ შესანიშნავად გრძნობ თავს, ჩემს სულში საოცარი დარია, მაგრამ არ ვიცი როგორ ხართ და რა ხდება თქვენში. ნახე, ესეთი კალკებია, თლად გამართული ქართულით არ არის ბოდიში. ნუ თუ ბრაზდებით ჩემს სიჩუმეზე. იმედი მაქვს შეგხვდებით ხვალ ოპერის თეატრში. თქვენი ბოლო წერილი არ მომწონს, აგიხსნით რატომ და რისთვის.
არა, ეს არის ექვთიმესთან მიღებული წერილები და მისივე არქივში ინახება და ექვთიმეს პასუხები დაკარგულია. აი ხა თვითონ აყენებს ცალია არ ცალია, ხვალ უნდა რომ შეხვდეს ოპერის თეატრში და მოახერხოს ეს ექვთიმე, უნდა მოახერხოს ყველა შემთხვევაში. თან არის ძალიან განათლებული ადამიანი, ყველანაირად ესეთი დახვეწილი ესთეტი, ეს წერილზეც ეთყობა თქვენობით ფორმებზე, ხედავთ აი როგორი ფურცელია, აი არაჩვეულებრივად დახვეწილი საწერი მასალა აქვს. ესეთი მართლა იშვიათად არის ასეთი მე-19 საუკუნეში. თუ ეს წერილი არ დააგვიანებს, მოგბრძანდით დღეს საღამოს, თუ არა და შაბათს დაგელოდებით, ნინო პოლტარაცკაია. ეს იმ დღესვე მოპატიჟება, რაღაცნაირ თემებია, ჩვენ ხოლმე ორი კვირით ადრე ვეპატიჟებით და იმ დღესვე ყველაზე კორექტულია წინა დღეს მოპატიჟება, ან იმ დღესვე ეპატიჟებიან, სადილე იქნება, პაემანი იქნება თუ რა. არი ფიქრობთ ამ წერილით მოსვლას გთხოვდეთ, ეს მეტისმეტად დამამცირებელი იქნებოდა ჩემთვის, რადგან აშკარად ვხედავ, როგორ მსუბუქად და სწრაფად ეძებთ ჩემთან მოუსვლელობის ნებისმიერ მიზეზს. ვხედავ, მესმის და ვწმუნდები, რომ არ ვცდები. ასეთ დროს დამეთანხმეთ, ჩემთვის მეტად უხერხული და თითქმის შეუძლებელია თქვენთვის მოსვლის თხოვნა. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ გაქვთ მოუსვლელობის წონიანი და საფუძვლიანი მიზეზი, არ მსურს ჩემი მოწვევა მხოლოდ თავაზიანი დათმობით მიიღოთ და თავი აიძულოთ. ამიტომ ნუ ელოდებით ჩემგან წერილებს სტუმრობის თხოვნით. იმდენად ძლიერი ეჭვები მაქვს, რომ რადაც უნდა დამიჯდეს, ვერ გადავაბიჯებ. ნინო პოლტარაცკაია. შემდეგ. გვესტუმრეთ, თუმცა წერილზე წერს, არ შეუძლია ხა ესე. გვესტუმრეთ ორშაბათს საღამოს, დაგელოდებით, კვირას შინარ ვიქნები, თუ არ შეგიძლიათ, შემატყობინეთ სასურველი თარიღი, ახალი არაფერია გარდა იმისა, რომ მიყვარხართ უფრო მეტად ვიდრე ადრე. აი ეს არის პატარა, ეს ასეთ პატარა ბარათებშია ჩადებული, აქაც მოსვლის თხოვნას თხოვ, მოსვლას თხოვს და ესეთი სამივე ერთად ულამაზესი კომპლექტებია რაღაცა პირადი წერილების. დარწმუნებული ვარ, დიდი ხნის წინ მიიღეთ ჩემი წერილი, მაგრამ როგორც ყოველთვის და ყველაფერში ჩემთვის დრო ვერ გამონახეთ. ეს არის მომჯობინდი, მქონდა ინფლუენცია და სახსრების ანთება, სოფო გამოგვადგება. მაღალი სიცხებით და მძიმე ტკივილებით, ვიწექი რამდენიმე დღე, თავს აცოდებს. სრულიად მოულოდნელად ჩემებმა გადაწყვიტეს ხვალ ოპერის თეატრში წასვლა და ვერ ვაწყენინებ კომპანიას. მართალია, ჩვენთან ხვალინდელ სტუმრობაზე თანხმობა არც გითქვამთ, მაგრამ მაინც გაფრთხილებთ. თეატრში ხომ არ მობრძანდებოდით. ყოველი შემთხვევისთვის დაგელოდებით პარასკევს, შევეცდები ნაკლებად ვიკეკლუცო. ეს რაღაცა ახალი თემა შემოდის. იტყობა რაღაცნაირ საყვედური ქონდა ექვთიმესთან მიღებული. ძლიერ ვიავადმყოფე და წერილს ვერ გწერდით, ნუბრაზობთ, ძალიან მიყვარხართ, თუმცა ამაში ხელს მიშლის თქვენი ინოვაციები, რომლებსაც ვერაფრით ვურიგდები. რატომ არ ვწერთ წერილს, ვაჭრობები და ანგარიშები, როდის გადადებთ მათ გვერდზე? ექვთიმე თაყაიშვილს გადაწყვეტილი ქონდა თავიდან მოგონებაშიც უწერია, რომ არაპირებს ოჯახს მოეკიდოს, იმდენად სხვა საქმე აქვს, იმდენად გასული უნდა იყოს. აბსოლუტურად ინდიფერენტულია ამ თემის მიერ, საყვედურობს კიდევაც ოლღას ერთგან, რომ აი რატო, როგორო, აი რატო გამოცანით, რა უხერხულიაო, მე სხვა ცხოვრება მაქვს, სხვანაირად ცხოვრობ და აი ყველანაირად ცდილობს აირიდოს თავიდან ეს ურთიერთობები. ხო, აქეთ რატო არ წერს? ხო, ამაზე ძალიან ნაწყენია, რა თქმა უნდა, ნაწყენი. მეგობრებო, ერთადერთი მედიუმი, აი ძალიან მნიშვნელოვანია პირადი წერილი. აი ერთადერთი სიყვარულის მედიუმია იმდროინდელი პირადი წერილი და მხოლოდ ამით აი ყველაფრისგან თანა ჩვენ ხომ ახლა შეგვიძლია ურთიერთობები ევროპაში, ჟენევაში, ლოზანაში, ბერლინში, სადაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ და მარტივად ურთიერთობა წასვლა, 1000 საშუალება, ერთადერთი გზა არის წერილი. აი მე ერთხელ თედო სახოკიაზე თუ ვიმუშავებ, თედო სახოკიას ყავს მეუღლე, რომელიც არის დაავადებული და თვითონ ცხოვრობს ბრიუსელში და რა საინტერესოა წერილები, ბრიუსელი ბანძაში აგზავნის ამ წერილებს და აი თვეში 18 წერილს წერს მეგობრებო, აი დროის მენეჯმენტზე მინდოდა ერთხელ სტატიის გაკეთება და აი როგორ ხდება ის რანაირად ხდება, აი ეს არის აი ეგ არის სკამი, იქნება აქ უფრო კომფორტულად იყოთ თინები და აი ეგ უფრო ისეთი სკამია თუ ხო თუ ხერხულად ხართ, აი ის არის რაღაცნაირად ხო, არა, უფრო წამოწეული სკამია და თუ მოგიხერხდებათ უკაცრავად. და ბანძაში წერს და ის ძალიან საინტერესოა, ასეთი ხშირი მიმოწერა ის ერთადერთი გზაა.
და ესე იგი ერთ-ერთი ბოლო წერილი, არა, ბოლო არა, 29 წერილია, ეს 16-ს დანომრილი აქვს. დანომრვა და სისტემატიზაცია მისი ცხოვრების ძალიან საინტერესო თემაა. 44 წერილია სულ. ახლა უკვე ეს არის 1996 წელი, 1895-ში დაიწერეს ჯვარი და 90 იმ წელს, როდესაც ჯვარი, მოკლედ ძალიან იყო ჩაღა ნინო პოლტარაცკაიამ, ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩარჩოვში ჩასმული ძალიან ისეთი თავდაჭერილი ადამიანია და მე ვნახავთ რა გააკეთა მთელი ცხოვრების მანძილზე, მაინც ნინოს დიდი მონდომებით მოხდა ეს. ჯვარი დაიწერეს, მისი ჯვარი მათაც აპრილში დაიწერეს ჯვარი, როგორც ილიამ და ოლღა, მოკლედ 13 აპრილს და მეჯვარეებად ყავდათ ოლღა გურამიშვილი და ილია წინამძღვრიშვილი, ვისაც ილია ჭავჭავაძემ განდეგილი მიუძღვნა, ილია წინამძღვრიშვილი. და გაოგნებული იყო თვითონ ექვთიმე თაყაიშვილი, ეს რანაირად მოხდა, როგორ მოხდა, არც იცოდა და გაოგნებული წერდა ნიკო მარს ერთხელ, რომ არ ვიციო, ისე მოხდა, რომ ცოლი შევირთეო, მაგრამ გარდა სიყვარულისა არავითარი მოსაზრებით არ მიხემძღვანელია დამიჯერეო. შეაყვარა თავი, სხვა მიზნებით არსებობდა ალბათ. და სიყვარულით ვიხემძღვანე, ხა ექვთიმე ძალიან გულწრფელ წერილს წერს ნიკო მარს ერთგან. ეს წერილი, ესე იგი, ჯვრის წერიდან პირველ ზაფხულს არის დაწერილი და აქ უკვე შენობითი ფორმით ელაპარაკება. პირველი წერილია, რომელშიც შენობითი ფორმაა გამოყენებული. გწერს საგურამოდან, სადაც დავრჩით მთელი დღე. ოლღა სრულიად მარტოა. ოლღა გურამიშვილთან არიან, ხო მეგობრები არიან თავის ჯვრის მეჯვარესთან. ოლღა სრულიად მარტოა. ისე გაახარა ჩვენმა სტუმრობამ, რომ ჩვენი გაშვება არ სურს. კუპიურებად მაქვს ამოღებული, ყველაფერი არ არის თარგმნილი, ამიტომ მრავალწერტილით გამოიყოფა. ძალიან გთხოვა მასთან სტუმრობა. ყოველ შემთხვევაში მოგვიანებით შენი სახელით ტელეგრამას გავუგზავნი. შენი წერილი არც თბილისში მომსვლია, ველოდები ვრცელ წერილს, არ დაგეზაროს, რადგან ძალიან მოწყენილი და საერთოდ მძიმე განწყობაზე ვარ. მომბეზრდა ჩემი მოხეტიალე ცხოვრება. ექვთიმე არ არის თბილისში, ზაფხულში მით უმეტეს მთელი ზაფხული გასულები არიან ისინი და ამაზე ვილაპარაკებ. მომბეზრდა ჩემი მოხეტიალე ცხოვრება ამ ზაფხულს, რაც ჩემთვის რთულია და მოუთმენლად ველოდები დროს, როდესაც ისევ ერთად ვიქნებით თბილისში. როგორ მიდის თქვენი გათხრები? აი, ინდიფერენტულია ამ გათხრების, არც აინტერესებს, აი ნახავთ ახლა წერილში. როგორ მიდის თქვენი გათხრები? სად ხართ ახლა? მომწერე კიდევ რამდენხანს მოგიწევთ იქ ყოფნა. მომდევნო ჯერზე მეც შენთან ერთად წამოვალ გათხრებზე. ასე რომ ახლა დადგები თავისუფლებით, უკანასკნელი თავისუფლებით. ჩემ შესახებ იმის გარდა არაფრის წერა შემიძლია, რომ ძალიან მიყვარხარ, გელოდები და ვოცნებობ კვლავ ერთად ყოფნაზე. შენ კი დარწმუნებული ვარ, ისეთი გატაცებული ხარ შენი საფლავებით, რომ მე, როგორც ყველაფერი, რაც არ უკავშირდება გათხრებს, უკანა პლანზე გადამწიე. აი ესეთი საყვედურიანია ექვთიმე თაყაიშვილის წერილი. ამ დროს ჩვენი ექვთიმე თაყაიშვილი არის აი ყველაზე დიდ შემოქმედებით პროცესში, არქეოლოგიურ გათხრებზე, ეძებს, კულტურული მემკვიდრეობის მასალებს 98 წელს ჯერ კიდევ დადის ყველგან და ერთ-ერთი ნიმუში მისი მუშაობისა, მინდა გითხრათ, რომ ეს არის ქართლში ექსპედიციისას მან იპოვა ქართული ხელნაწერი მე-14 საუკუნის, სადაც მეფის კარის პროტოკოლი სრულად არის აღწერილი, ხელმწიფის კარის გარიგება, რომელსაც ქალბატონი იღებდა ნაგვის ასაღებად და აი ნაგავი რო აიღო და გადაყარა და გასარეცხად წაიღო, ეს ხო ტყავია და ირეცხებოდა. გასარეცხად წაიღო, გაგიჟდა ექვთიმე თაყაიშვილი და გამოართვა და აი ეს არის ხელმწიფის კარის გარიგების ერთი ესე ფურცელი ტყავზე შესრულებული. აი ასე და ამგვარად ყველა ოჯახში მიდიოდა და ამას ხო დრო ჭირდებოდა და ნინო პრაქტიკულად ცალკე ცხოვრობდა. მერე იყო 21 წელი. ყველაფერი დატოვა ამ ოჯახმა და წავიდნენ ემიგრაციაში. თან წაიღეს საქართველოს ყველაზე ძვირფასი საგანძეული 259 ყუთი, 12 ტომარა და 1 კალათა. ეს იყო არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საგანძური, არამედ კერძო მფლობელობაში არსებულიც, მათ შორის მე დადიანების ქონების ერთმა ნაწილმა ისეთი პრობლემა შეუქმნა, რომ 15 წელი ჰქონდა ობოლენსკაიასთან სასამართლო პროცესი, ძლივს მოახერხა მისი დაბრუნება. ახლა ეს წერილი
გვიან არის დაწერილი უკვე 20-იანი წლების დასასრულს და ასეთ ნინო სულ ავადმყოფობდა ძალიან რთულ ადგილას ცხოვრობდნენ 6 მესაც უჭირდა ამ ლევილის და ამ საფრანგეთის იმ ნაწილის მიღება და რაღაც ფიზიკურად შეგუება ამასთან ზამთარი განსაკუთრებით უჭირდათ ყველამ ვიცით მათი მატერიალური მდგომარეობა თხრის ამბავი უფრო გვიანდელია ნინოს შემდგომი მაგრამ მაინც ძალიან ხელმომჭირნე ცხოვრობდა ნინო სულ ავადმყოფობდა და ეს არის ირონია ორად-ორი ადამიანი რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილის წერდა ემიგრაციიდან უპატიოსნესი ადამიანი იროდიონ სონღულაშვილი აქ ჩამოსვლის მერეც მუზეუმის ერთი უბრალო თანამშრომელი იყო და აქ ჩამოსვლის შემდეგაც ის დადიოდა სულ სამი ადამიანი დადიოდა სამიდან ერთ-ერთი იყო იროდიონ სონღულაშვილი აი ეს ყველა წერილი მისი არის ან იროდიონ სონღულაშვილთან გაგზავნილი ან ნიკო მართან სამეცნიერო ინტერესები ჰქონდა მაგრამ საყვედურობდა კიდევაც რომ შენო როგორ ვერ მოახერხეო იმდენი რამეო რის გაკეთებაც შეგეძლო ან შენმა შვილმა უნივერსიტეტში რეები ხდებაო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თქვენ როგორ ვერ ახერხებთო რომ უფრო ეფექტიანები ვერ ახართო და ნუ ექვთიმე ყომარ საკმაოდ საყვედურობდა და იროდიონ სონღულაშვილს ეს ბევრი ასეთი ღია ბარათია გაგზავნილი მაგრამ ერთ-ერთში ასე წერს ახლა კი ნინოს ეხება ახლა ისე მომჯობინდა რომ ნინოსგან გულითადი სალამი საუბარია ნინოზე ახლა ისე მომჯობინდა რომ კვირაობით როიალზე უკრავს სინემა კაფეა პარიზში სინემაში 2 საათ ნახევარს საკვირველია მისი მუსიკალური მეხსიერება არაფერი არ დავიწყებია თუმცა რამდენი წელია როიალს არ მიხკარებია 30 პიესას ერთ საღამოს სულ ზეპირად უკრავს ცოტა გასამრჯელოსაც იღებს მე აქ ვისმენ რაც მაგ ხშირად არ მისმენია აი ექვთიმე და ესეთი ნინო პრაქტიკულად ნინო არჩენდა მართალია ექვთიმე იყო ნუმიზმატთა საზოგადოების რაღაცა კავკასიოლოგთა წრის წევრი მაგრამ მისი მცირე ლექციები პრაქტიკულად ვერაფერს შველოდა ნინო არჩენდა და ყველანაირად ხელს უწყობდა ექვთიმეს თაყაიშვილს მაგრამ 1930 წლიდან იწყება უკვე ძალიან მძიმე წერილის გამოგზავნა მე მიყვარს სულ ამის თქმა რომ უყოლობა უქონლობის ფორმებია ძალიან ბევრი ექვთიმეს წერილებში მაგალითად როგორ ხარო რო ეკითხება უსამშობლოდ, უადამიანოდ, უწიგნოდ, უმასალოდ, უსახსროდ, უიმედოდ, სულ უყოლობა უქონლობის ფორმებია და ბოლოს უკვე ემატება უნინოდ. ნინოს რაღაცნაირად უბედური შემთხვევის გამო ფეხს წამოკრავს მეზობლის ავეჯს რაღაცნაირად და ექვთიმე ფიქრობს რომ ეს სპეციალურად მოუწყვეს ძალიან დიდი ხანი წელიწად ნახევრიანი ავადმყოფობის და საავადმყოფოში ყოფნის შემდეგ ნინო გარდაიცვლება საავადმყოფოში და ამ ყველაფერს დეტალურად აღუწერს იროდიონ სონღულაშვილს და თუ არ გადაგვლით აი ერთ პატარა პასაჟს რომელიც აქ არის აღწერილი მაგრამ რომ არ ვიწვალო აკრეფილიც მაქვს აი ესე წადიკითხავთ ჩემო ძვირფასო ილო ექვთიმეს განწყობა აი როგორ იწყებოდა როგორ ძალადობდა პრაქტიკულად კეთილშობილური ძალადობდა ნინო და ბოლოს როგორია ნინო აღარ არის უკვე გარდაიცვალა ემიგრაციაში წასვლიდან 10 წლის თავზე ნინო გარდაიცვალა ჩემო ძვირფასო რაღაცა მოგწერო ნინო აღარ მყავს ეს საკმარისია ჩემი სულის კვეთება ჩემი სიობლე ჩემი მარტოობა და უმწეო მდგომარეობა უსიტყვოდ და კარგად გაიგო რამდენჯერმე დავაპირე დაწერა, მაგრამ ვერ შევძელი, ნინოს ვიხსენებ გული მესკუნება. წრემლი მაწვება, სულ მოვიშალე, განსაცდელს ვერ ვურიგდები. გონებით მინდა დავმშვიდდე, მაგრამ გული არ ემორჩილება. ეს სიბერის და სისუსტის შედეგია. უბედური შემთხვევა საბედისწერო შეიქმნა. 8 თვე პარიზში საუკეთესო საავადმყოფოში იყო და შემდეგ მთელი წელი აქ სოფელში. წინანდელი ოპერაციებით დასუსტებულმა ის გავლენა იქონია, რომ ძვალი არ შეეზარდა. როდესაც ექვთიმე არა, უფრო გვიან შერაცხეს, არ ვიცი რასთან დაკავშირებით, 87 წელს ნინო გადმოასვენეს და ექვთიმეს გვერდით პანთეონში, დიდუბის პანთეონში დაასაფლავეს. ეს სანთელი მეორედ დაიმარხა იქ და ექვთიმე თაყაიშვილის წმინდანად შერაცხვის შემდეგ ისინი ის ხო გადაასვენეს თაწმინდაზე და ოლღაც გადაასვენეს და ეს სანთელი ჯერ კიდე ცოცხლად შენახული მესამედ დაკრძალეს ილიასა და ოლღას გვერდით. აი ეს ძალიან საინტერესო თემაა ჩემი იმით რა ქვია დაკვირვებით რაღაცნაირად. ექვთიმემ იმ სახლში სადაც ნინო ცხოვრობდა, შემდეგ ვერ შეძლო ცხოვრების გაგრძელება და
ბრიუსელში გადავიდა, ერთი წელი ბრიუსელში ცხოვრობდა და როგორც ევროპული ჩვეულება, ყველა წერილი იქიდან გამოგზავნილი იყო შავ აშია შემოვლებული. აი ესეთი, როდესაც დათარიღება გვინდა ხოლმე რაღაც წერილების, ხშირად არის ხოლმე, რომ თუ შავი აშია აქვს შემოვლებული, ეს ევროპელები ასე აკეთებენ. ანუ ეს ემთხვევა მის ოჯახში რაღაც მძიმე ტრაგედიას და ასე ბევრი რამე თარიღდება სხვათა შორის. შემდეგ აი აღარ გადაგვლით, ახლა ძალიან ბევრი როგორ ეს არის ბრიუსელის ამბები, თვითონ როგორ ცხოვრობდა. ნინო პოლტარაცკაია 31 წელს გარდაიცვალა და 16 აყაიშვილი მისი გარდაცვალებიდან 22 წელი ცხოვრობდა. დღეს მათი საფლავი ერთად არის საბედნიეროდ, ისევე როგორც ექვთიმე მან ძალიან დიდი გზა გამოიარა მეუღლესთან ერთად და აი განსაკუთრებით დააფასა ამ ადამიანმა სიცოცხლის ბოლომდე თავისი მეუღლის ღვაწლი.